დილამშვიდობისა საქართველოს დღეს 18 იანვარია უყურებთ კურიერს 8 საათზე. ევრაზიის ახალი განთიადია ასეთი სახელწოდება აქვს დავოში დღეს დაგეგმილ პანელურ დისკუსიას, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას. ფორუმის წევრები სხვა მთავარ აქცენტს შუადერეფნის მნიშვნელობაზე გააკეთებენ. კიდევ ერთ პანელურ დისკუსიაზე ერთ-ერთ სპიკერად იყო წარმოდგენილი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. განხილვის თემა ამჯერად ადამიანის სისხლსა და ჰაერში ტყვიის შემცველობის გლობალური პრობლემები იყო. საქართველოს პრემიერი შეხვედრაზე USAID-ის ადმინისტრატორმა მიიწვია. სამანტა პაუერი დისკუსიის ერთ-ერთი მონაწილეც იყო. მან სისხლში ტყვიის შემცველობის დონის შემცირების კუთხით საქართველოს წარმატებულ მაგალითზე ისაუბრა და ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა. ტყვიით მოწამვლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების ყველაზე აქტუალურ გამოწვევად დაასახელა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. საქართველოს შესახებ საუბრისას მან ხაზი გაუსვა USAID-ისა და UNICEF-ის მიერ გაწეულ დახმარებას. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ McKinsey Global Health ინსტიტუტის დირექტორი და ტანზანიის სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკისა და ინვესტიციების საკითხებში. პეკინის შემდეგ შანხაი საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლები ოფიციალური მაღალი დონის შეხვედრებს დღეიდან ჩინეთის ყველაზე დიდ ქალაქში მართავენ. ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ქართველი კანონმდებლები ჩინეთის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად უკვე შეხვდნენ ქვეყნის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს. ქართულ დელეგაციაში განმარტავენ, რომ ვიზიტმა ნათელი გახადა, რომ არსებობს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების დიდი პოტენციალი არაერთ სფეროში და ის უნდა გამოიყენონ. ქართული ოცნების წარმომადგენელთა ერთკვირიანი ვიზიტი ჩინეთში 2 დღეში სრულდება. გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს შეხვდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რიჩარდ ნეფიუს გარდა აუდიენციაზე ამერიკული მხრიდან იმყოფებოდნენ გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში შეერთებული შტატების რეგიონული გუნდის ხელმძღვანელი და ამერიკის საელჩოს მაღალჩინოსნები. ლაშა ხუციშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს იმ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უწევს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით, მადლობა გადაუხადა. ყურადღება გამახვილდა ბოლო წლებში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე. განიხილეს საომავლო თანამშრომლობის საკითხები. დღეს განახლდება რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის საითად ჩახმაროვას დედისა და ბიძის პროცესი. ორივე მათგანს გამოძიება ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით სხდომაზე დღეს მკვლელობაში ბრალდებული ალიმ სადიკოვის ოჯახის წევრები, მათ შორის მისი და გამოიკითხებიან. გუშინ სასამართლოს ჩვენება ბრალდების მხარის მოწმეება, მათ შორის საითაჯის კლასელებმა მისცეს. ადვოკატის მტკიცებით მოწმეებმა ვერ დაადასტურეს, რომ მოზარდს ნიშნობის ჩაშლა სურდა და დედის ეშინოდა, თუმცა განსხვავებულად ფიქრობს პროკურატურა. სამი პირი დაიკითხა სასამართლოს სხდომაზე აითაჯის დედის და ბიძის საქმეზე, სადაც ერთი იყო თანასოფლელი ელჩად მახარამოვი და ორი იყო თანაკლასელი გოგო აითაჯის. არც ერთს არ ჰქონდა რაიმე სერიოზული ინფორმაცია. არ დაადასტურეს ის, რაც გამომძიებელს ეწერა, რომ თითქოს ნიშნობის უკან დაბრუნება უნდოდა და დედამისის ეშინოდა. პროკურორისგან გავიგეთ, რომ ბრალდებულის დას ყველა ვარიანტში დაკითხავს და ალბათ მის მშობლებსაც წამოიყვანენ კახეთიდან. მეუღლის ცემის ბრალდებით დაკავებული ტყიბულის მერის თანამშრომელი 5,000 ლარიანი გირაო სანაცვლოდ გათავისუფლდა. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიიღო. პროკურატურა პატიმრობას, დაცვის მხარე კი 2,000 ლარიან გირაოს ითხოვდა. ბრალდების მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება. სხდომას ესწრებოდა დაკავებულის მეუღლეც. მან მოსამართლეს მეუღლის გათავისუფლების თხოვნით მიმართა. სიტყვით გამოვიდა თავად დაკავებულიც, მისი თქმით ის მომხდარის გამო წუხს. პროკურორმა მოითხოვა პატიმრობა აღნიშნულ დანაშაულზე, ეს არის ოჯახური ძალადობა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავეთანხმეთ დაცვის მხარე და შევაგებთ ჩვენი ამ ეტაპზე არსებული მტკიცებული რაც არის გარემოს გათვალისწინებით, მოვითხოვეთ უფრო ნაკლებად კაცრი ღონისძიება. საბედნიეროდ დაეთანხმა სასამართლო დატოვა პატიმრობაში, გირაო გამოიტანა. მითითებულ პირს ბრალდება წარადგინა 2024 წლის 17 იანვარს.
იმავე დღეს ბრალდაბის მხარე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით და მოვითხოვეთ ბრალდაბულის მიმართ აღკვეთხოვნის სახით პატიმრობის გამოყენება, თუმცა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდაბის მხარის შუამდგომლობა და აღკვეთხოვნის სახით შეუფარდა გირაო 5,000 ლარის ოდენობით პატიმრობის უზრუნველყოფით და ბრალდაბის მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს სამართალ ინსტანციაში. ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევზე მიიტანეს ორჯერ იერიშში რუსმა ოკუპანტებმა არის მსხვერპლი დაღუპული ერთი მშვიდობიანი მოქალაქე არიან დაშავებულები დაზიანდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა. აფეთქებები იყო ხმელნიცკის ოლქშიც. გავრცელდა ინფორმაცია დნეპროპეტროვსკის ოლქში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებაც. უკრაინული საჰაერო ძალები იტყობინებიან შაჰიდის ტიპის 4 დრონის ჩამოგდების შესახებ. პარალელურად გერმანიის პარლამენტმა უკრაინისთვის ტაურუსის რაკეტების გადაცემას მხარი არ დაუჭირა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით რეზოლუციის წინააღმდეგ წავიდნენ სამთავრობო კოალიციის წევრები, რომლებიც აქამდე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას მხარს უჭერდნენ. ამავე დროს ამერიკის სენატმა უკრაინის სამხედრო დახმარების ხმაურიანი $61 მილიარდიანი პაკეტი მომავალ კვირას უნდა განიხილოს. ინტენსიური ბრძოლებია ახლო აღმოსავლეთში ღაზის სექტორში გრძელდება ისრაელის სამხედრო სახმელეთო ოპერაცია. ამავე დროს ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური ამბობს, რომ ისინი ლიბანში ბრძოლისთვის მზადყოფნას ზრდიან, რადგან ლიბანში ომის შესაძლებლობა უფრო მაღალია ვიდრე აქამდე. ჰერზი ჰალევის განმარტებით, ლიბანში ისრაელის მიზანი ნათელია, ჩრდილოეთში მცხოვრებლები დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. ჰეზბოლას მიერ განხორციელებული თავდასხმების გამო ისრაელის ჩრდილოეთ რეგიონები 80,000 ადამიანმა დატოვა.